მოგესალმებით. 24-25 ივნისს ჰააგაში, ნიდერლანდებში ნატოს სამიტი გაიმართა. ეს სამიტი ბევრი რამით დაამახსოვრდება მაყურებელსა და პირველ რიგში ნატოს წევრი ქვეყნების მოსახლეობას, მაგრამ წინა სამიტებისგან მას მაინც გამოარჩევდა ერთი დეტალი. აშკარა შეუთანხმებლობა წევრი ქვეყნების ლიდერებს შორის და აშკარა სურვილი, რომ შტატების პრეზიდენტისთვის საკუთარი კეთილგანწყობა ეჩვენებინათ. სამაგიეროდ მისგანაც შექება და ასევე კეთილგანწყობა დაემსახურებინათ. ტრამპმა ხომ ჯერ კიდევ პირველი ვადით პრეზიდენტობისას ყველას იმით დაამახსოვრა თავი, რომ თავდაცვის ხარჯები ყველა ქვეყანას უპირობოდ უნდა გაეზარდა მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე. ეს ნაწილობრივ მაშინ გამოვიდა, როცა განმავლობაში ბევრმა წევრმა ქვეყანამ მართლაც გაზარდა თავდაცვის ხარჯები 2%-მდე. მაგრამ პრეზიდენტობის მეორე ვადისას დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, რომ 2% აღარ არის საკმარისი და ახლა 5% უნდა იყოს ზღვარი. ამან წევრი ქვეყნების ლიდერებზე იმოქმედა. საქმე კი იქამდე მივიდა, რომ ესპანეთმა კი მოაწერა ხელი საერთო დეკლარაციას, მაგრამ თავდაცვის ხარჯების მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-მდე გაზრდაზე ჯერჯერობით არ თანხმდება. დღეს ევროკავშირსა და შესაბამისად ნატოს სრულად მართავს Deep State, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, ანუ გლობალური ომის პარტია. ნატოს სამიტი სრულად იყო აგებული იმაზე, რომ რუსეთს უნდა გაუწიონ გრძელვადიანი წინააღმდეგობა და როგორც ჩანს, უკრაინასაც ასე გაუთავებლად უნდა აწვდიდნენ იარაღს. Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ გლობალური ომის პარტიის გეგმაში ეს მოცემულობა ჯდება. გეგმა მარტივია, ევროპულ იდენტობასთან ბრძოლა და ევროკავშირის ისეთ დონემდე დასუსტება, რომ მისგან არა გეოპოლიტიკური პოლუსი, არამედ გაუგებარი წარმოშობისა და სქესის ხალხი დარჩეს, რომელიც ადვილად სამართავი იქნება. ამ გეგმაში არსებითია ევროკავშირის ეკონომიკის დასუსტება. თუ ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკები არ დასუსტდება, მაშინ Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ გლობალური ომის პარტიის დირექტივების თავზე მოხვება და გატარება გართულდება. უკრაინის ომი და მუდმივად იმაზე საუბარი, რომ რამდენიმე წელიწადში რუსეთი შეიძლება ნატოს თავს დაესხას, შესაძლებლად აქცევს ფინანსების თავდაცვისა და შეიარაღების მიმართულებით გადასროლას. როცა ეს ფინანსები სოციალური პროექტებიდან გადადის თავდაცვის მიმართულებით და რეალური შედეგებიც არიდება, მაშინ შედეგი ერთია, დასუსტებული ეკონომიკა. სწორედ ამ მდგომარეობაშია დღეს ევროპა. Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ გლობალური ომის პარტიის დაკვეთით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ ერთი მხრივ ევროკომისია და ურსულა ფონ დერ ლაიენი მოუწოდებენ. მეორე მხრივ კი უზარმაზარი ზეწოლა დონალდ ტრამპისა და შტატების მხრიდან. ურსულა ფონ დერ ლაიენი თავისი ევროპის გადაიარაღების გეგმის გატანას ცდილობს, რომელიც 800 მილიარდ ევროს უტოლდება. ეს თანხა წევრმა ქვეყნებმა უნდა გაიღონ სესხების ხარჯზე. ამას ემატება ნატოს ბოლო სამიტზე ევროპის ქვეყნებისთვის თავდაცვის ხარჯების მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-მდე გაზრდა, რაც დეკლარაციით აღებული ვალდებულება გახდა. საინტერესოა ის, რომ ნატოს ჰააგის დეკლარაციაში არაფერი არის ნათქვამი უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების შესახებ, რის გამოც ნატოს გენერალურ მდივანს თავის მართლებას მოუწია. მარკ რუტეს განცხადებით, წლევანდელ კომუნიკეში იმის აღნიშვნა, რაც ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში უკვე წერია, არ იყო საჭირო. თუმცა მაშინ ისმის ლოგიკური კითხვა, რა საჭირო იყო შარშან, ან შარშან წინ ამის გაკეთება. სინამდვილეში დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების საკითხზე ალიანსი ძველებურად ომახიანად აღარ არიგებს დაპირებებს ორგანიზაციაში ახალი წევრების მიღების შესახებ. რაც შეეხება ქართველი რადიკალებისა და ნეოლიბერალების, ასევე ომის მსურველების გამოხმაურებას ნატოს სამიტის მიმართ. აქ ყველაფერი კომიკურია. ტყუილად არის იმის მცდელობა, რომ ნატოს ჰააგის სამიტი შედეგიან სამიტად წარმოჩინდეს. ერთადერთი შედეგი ჯერჯერობით მაინც მხოლოდ Deep State-მა, ანუ არაფორმალურმა ოლიგარქიულმა მმართველობამ, ანუ გლობალურმა ომის პარტიამ მიიღო ევროპის ქვეყნების თავდაცვის ხარჯების მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-მდე ზრდის პირობით. ისიც 2035 წლამდე. სხვათა შორის აქაც ჩანს, რომ ერთიანობა ნატოს წევრებს შორის უკვე დარღვეულია. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა სამიტამდეც და სამიტის შემდეგაც გამოხატა სკეპტიციზმი და წინააღმდეგობა თავდაცვის ხარჯების 5%-მდე გაზრდასთან დაკავშირებით. ესპანეთის ლიდერი ამ საკითხთან შედარებით ყველაზე ხმაურიანი იყო, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომელთაც სანჩესის აზრს სოლიდარობა გამოუცხადეს. მაგალითად,
ბელგიისა და სლოვაკეთის ლიდერები. ისიც უნდა ითქვას, რომ 2035 წლამდე კიდევ ბევრი რამ შეიცვლება. ასე რომ დღეს აღებული ვალდებულება ცვალებად მოცემულობაში მაინც კითხვებს აჩენს. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ წევრი ქვეყნების ნაწილს ჯერ წინა 2%-იანი მაჩვენებელი არ აქვს დაფარული და გაუგებარია 5% როგორ უნდა დაფარონ. ნატოს სამიტი უნგრეთის პრემიერის ვიქტორ ორბანის რეალისტური შეფასებებისა და კრიტიკის გარეშე არ ჩაივლიდა და არც ჩაიარა. ორბანმა კატეგორიული წინააღმდეგობა დააფიქსირა უკრაინის როგორც ნატოში, ისე ევროკავშირში გაწევრიანებაზე. მან ისიც მკაფიოდ თქვა, რომ უკრაინის ევროკავშირში ან ნატოში გაწევრიანება არა ევროინტეგრაციას, არამედ ევროკავშირისთვის ომის ინტეგრაციას გამოიწვევდა. ნატოს ჰააგის სამიტის შესახებ ნახეთ გიორგი მდივანის სიუჟეტი. გასულ კვირას ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში ნატოს მორიგი სამიტი გაიმართა და მთელი ევროპული კონტინენტის ყურადღება სწორედ ამ პატარა ქალაქისკენ იყო მიმართული. ეს სამიტი გარკვეულწილად უნიკალურია ბევრი რაღაცის გამო. ჰააგის სამიტი ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე აღმოჩნდა, სულ რამდენიმე საათი გაგრძელდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ პიჯაკის მაგვარი რაღაც მოისვა. ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ კი შეერთებული შტატების პრეზიდენტს მოჭარბებული რევერანსები გაუკეთა, რასაც ურბანულ ლექსიკონში სხვა სიტყვა შეესაბამება და დონალდ ტრამპს მამიკო უწოდა. ნატოს სამიტის დაწყებამდე დიდი დაძაბულობა იყო. დონალდ ტრამპი თავიდან საერთოდ არ აპირებდა იქ ჩასვლას და რამდენიმე პირობა წამოაყენა. თუ ნატოს სამიტები 2-3 დღე გრძელდება, ამჯერად ტრანსატლანტიკური ბლოკის შეხვედრამ სულ რაღაც 2 საათნახევარს გასტანა. ტრამპს უკრაინის პრეზიდენტთან ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრა არ სურდა. ნატოს ბიუროკრატებმა ტრამპის ეს სურვილიც გაითვალისწინეს და ვლადიმერ ზელენსკისთვის სხვა მინიღონისძიება დააორგანიზეს. ნატოს სამიტის წინა დღეს კონფერენცია ჩაატარეს თავდაცვის წარმოებაში არსებულ პრობლემებზე და იქ დაპატიჟეს ზელენსკი მთავარი სტუმრის რანგში, მას რომ თავი უსარგებლოდ და ლუზერად არ ეგრძნო. ტრამპის მთავარი მოთხოვნა იყო, რომ სამიტის ძირითადი თემა თავდაცვის ხარჯების გაზრდა ყოფილიყო და არა უკრაინა. ასევე უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხს ტრამპმა ტაბუ დაადო. სამიტის ორგანიზატორებმა ყველაფერი მაქსიმალურად ისე გააკეთეს, რომ დონალდ ტრამპი და ვლადიმერ ზელენსკი ერთმანეთს ხშირად არ გადაკვეთოდნენ, რათა შეერთებული შტატების პრეზიდენტის გაბრაზება აერიდებინათ თავიდან. საბოლოო ჯამში ტრამპი და ზელენსკი მაინც შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ ეს უფრო მოვალეობის მოხდის მიზნით შეხვედრას წააგავდა. ნატოს სამიტის ყველაზე რბილი შეფასება უკრაინული გამოცემის, კიევ ინდიპენდენტის სტატიის სათაურში შეგვიძლია ამოვიკითხოთ. ტრამპი ნატოს სამიტზე მეფურ მოპყრობას იღებს. უკრაინა კი გვერდზეა გაწეული. ჰააგაში მიღებული კომუნიკე აჩვენებს, რომ ტრამპის ეპოქაში უკრაინის მიმართ ყურადღება სუსტდება. სამიტამდე ამერიკული მედია წერდა, რომ ტრამპი შეიძლება საერთოდ არ ჩასულიყო სამიტზე ახლო აღმოსავლეთში დაწყებული ომის გამო. მაგრამ მარკ რუტეს მრავალჯერადი თხოვნის და ისრაელ-ირანის 12 დღიანი ომის დასრულების შემდეგ ტრამპი ჰააგას მაინც ესტუმრა. გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე გლობალური ომის პარტიის, ანუ გლობალური დიპ სტეითის საამებლად ევროპის სამომავლო მილიტარიზაციაზე საუბრისას თქვა, რომ ამას ისინი დამოუკიდებლად აკეთებენ და არა ვიღაცის გულის მოსაგებად. მე მინდა ნათლად განვაცხადო, რომ ჩვენ ამას ვიღაცის გულის მოსაგებად არ ვაკეთებთ. ამას ჩვენი საკუთარი რწმენის გამო ვაკეთებთ, რომ ნატომ მთლიანად და პირველ რიგში ნატოს ევროპულმა ნაწილმა შემდეგ წლებში უფრო მეტი უნდა გააკეთოს თავის თავდაცვის უნარიანობისთვის. აი ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე კი ფრიდრიხ მერცისგან განსხვავებით ცდას არ აკლებდა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის იამებინა და ზოგიერთი პოლიტიკური მიმომხილველის აზრით ცოტა ზედმეტიც მოუვიდა გადაჭარბებული რევერანსების ფონზე. ყველაფერი ნატოს სამიტის წინ დაიწყო, როდესაც დონალდ ტრამპმა მარკ რუტეს მიწერილი მესიჯი გაასაჯაროვა სოციალურ ქსელ Truth Social-ში. იმ წერილში ნატოს გენერალური მდივანი ისეთ ხოტბას ასხავდა შეერთებული შტატების პრეზიდენტს, რომ მსგავსი ანალოგის მოძებნა თანამედროვე ეპოქაში გაგვიჭირდება. მან ტრამპს აუწყა, რომ ყველას დათანხმება საომარი ხარჯების გასაზრდელად ცოტა ძნელი იყო, მაგრამ მან ეს მოახერხა. ბოლოს კი ცოტა ორაზროვანი პასაჟი გააკეთა, რომ ევროპის გაზრდილი ხარჯები თქვენი გამარჯვება იქნებაო. ევროპა უფრო მეც გადაიხდის, როგორც ვალდებულია და ეს თქვენი გამარჯვება იქნება. ყველაფრის კულმინაცია კი უშუალოდ ნატოს სამიტზე ვიხილეთ, როდესაც მარკ რუტემ დონალდ ტრამპს მამიკო უწოდა. ისინი აღარ შეეტაკებიან ერთმანეთს. ეს უკვე მოხდა და საკმაოდ მძიმეა ეს დაპირისპირება. სკოლის ბავშვებივით დაიწყეს ჩხუბი. დაეიჩხუბონ 2-3 წუთი და შემდეგ ადვილი იქნება მათი შეჩერება. მამიკომ ზოგჯერ ხისტიენა უნდა გამოიყენოს და ისინი გააჩეროს.
ის რომ შეერთებული შტატები ნატოს პირველი ვიოლინოა და შეერთებული შტატების გარეშე ნატოს სხვა ორგანიზაციაც შეიძლება იქცეს ყველასთვის გასაგებია. ისიც რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ნატოს წევრებში ყველაზე გავლენიანი ლიდერია. მაგრამ ასე საჯაროდ ყველასთან დასწრებით რევერანსების მსგავსი მასშტაბი ნატოს სამიტის სტუმრებისთვისაც ცოტა მოულოდნელი აღმოჩნდა. მეინსტრიმული ევროპული მედია საშუალებებიც კი აღშფოთდნენ რუტეს საქციელის გამო. ის რაც რუტემ გააკეთა მათ შორის პრესკონფერენციაზე ტრამპთან ერთად, სამარცხვინოზე უარესია. გასაგებია, რომ ბევრი რაღაც კეთდება იმისთვის, რომ ამერიკელები ევროპაში დატოვონ. მაგრამ იმ ვნებით, როგორც ამას რუტი აკეთებს, ნატოს გენერალური მდივნისთვის აბსოლუტურად შეუფერებელია. მარკ რუტეს მხრიდან ტრამპის მამიკოს მეტსახელით მოხსენიება ჟურნალისტებმა მომენტალურად აიტაცეს და შეერთებული შტატების პრეზიდენტს ამის შესახებ კითხვაც დაუსვეს. Mark Rutte, the NATO chief. თქვენმა მეგობარმა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ მამიკო გიწოდათ. მიგაჩნიათ თუ არა რომ ნატოს მოკავშირეები ბავშვები არიან? მას მოვწონვარ. მე ვფიქრობ, რომ მე მას მოვწონვარ. და თუ არ მოვწონვარ, შეგატყობინებთ. დაბრუნდები და მაგრად გავტყიბავ. ძალიან მოსიყვარულედ გამოუვიდა, მამიკო. ამას დასავლურ პრესაში დიდი რეზონანსი მოყვა. The Donald Daddy Trump joke seems to have legs this morning. ეს სამიტი ისტორიაში ალბათ მამიკოს მეტსახელით შევა. მარკ რუტეს თავის მართლება მოუწია, რომ ტრამპისთვის მამიკო არ დაუძახებია. დასავლელ რეპორტიორებთან საუბრისას მან ერთის შეხედვით საკუთარი სიტყვები უკან წაიღო, მაგრამ ისევ დამამცირებელ პოზიციაში ჩააგდო ევროპული ქვეყნები და ისინი ბავშვებს შეადარა. The daddy thing, I didn't call him daddy. მე მამიკო არ დამიძახებია. მე უბრალოდ თქვი, რომ ხანდახან ევროპაში მესმის გარკვეული ქვეყნები როგორ კითხულობენ. მარკ, ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენთან დარჩება? მე ვუპასუხე, რომ ეს ცოტათი იმ სიტუაციას გავს, როდესაც ბავშვი საკუთარ მამას ეკითხება: შენ კვლავ შენს ოჯახთან დარჩები? ამიტომაც მე ამ მხრივ გამოვიყენე სიტყვა მამიკო და არა იმისთვის, რომ პრეზიდენტისთვის მამიკო დამეძახა. თუმცა ეს ახსნა განმარტება უკვე დაგვიანებული იყო. დასავლურმა მედიამ მარკ რუტეს მიერ წარმოთქმული მეტსახელი ხელზე დაიხვია. ნატოს გენერალური მდივანი ირიბად თეთრი სახლის ადმინისტრაციამაც გააშარჟა. თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე ტრამპის ჰააგაში ვიზიტის შესახებ ვიდეორგოლი გამოაქვეყნეს, სათაურით მამიკო სახლშია. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატოს სამიტს ესწრება ჰააგაში. ვიდეოს კი საუნდტრეკად შესაბამისი მუსიკალური ტრეკი დაადეს, სახელად Hey Daddy. The Times-ის მიმომხილველი ედვარდ ლუკასი მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ ატლანტიკური ორგანიზაციის ლიდერებს უფრო მეტად დონალდ ტრამპის ეშინიათ, ვიდრე ვლადიმერ პუტინის. იმავე სტატიაში ავტორი ნატოს ხელმძღვანელების კუდის ქიცინს ტრამპის გარშემო პოტიომკინის სოფლებს ადარებს და აღნიშნავს, რომ თუ გრიგორი პოტიომკინი რუსეთის იმპერატორის ეკატერინე დიდის გულის მოსაგებად სახელდახელოდ ნაშენ სოფლებს იყენებდა, პოტიომკინის თანამედროვე ევროპელი კოლეგები იმპერატორ დონალდზე ცდილობენ შთაბეჭდილების მოხდენას. დონალდ ტრამპის ფონდს და მისი წინასაარჩევნო კამპანიის დამგეგმავებსაც არ გამორჩენიათ მარკ რუტეს მიერ წარმოთქმული მეტსახელი. ტრამპის გუნდმა სპეციალური მაისურების გაყიდვა დაიწყო, წარწერით მამიკო. საინტერესოა მარკ რუტეს თუ აჩუქეს ერთი ასეთი მაისური, არადა ნამდვილად დაიმსახურა. 2022 წლის შემდეგ ეს იყო პირველი ნატოს სამიტი, სადაც უკრაინა დღის წესრიგიდან იყო გამქრალი. ეს ზელენსკის სახის გამომეტყველებაზეც კარგად ჩანდა. მთავარი თემა ნატოს წევრების მიერ 2035 წლისთვის თავდაცვის ხარჯების გაზრდა იყო მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-მდე. ერთადერთი ევროპელი ლიდერი, ვინც ამაზე უარი განაცხადა, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი იყო. თუმცა სანჩესი მალევე გააჩუმეს და განზე გაწიეს ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით. საერთო სურათის გადაღების მომენტში ის კუთხეში დააყენეს. მარკ რუტემ კი არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე გლობალური deep state-ის სახელით ტრამპს ემოციური მადლობა გადაუხადა, რომ ამ უკანასკნელმა ნატოს წევრებს სამხედრო ბიუჯეტის გაზრდაში დახმარება აღმოუჩინა. Mr. President, dear Donald. ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო დონალდ, მადლობა თქვენ რომ გვიბიძგეთ. საომარი რიტორიკით და ხმამაღალი განცხადებებით ცნობილმა ბალტიისპირელმა პოლიტიკოსებმა ამჯერადაც დაამახსოვრეს აუდიტორიას თავის საკუთარი სიტყვებით. ევროკავშირის 450 მილიონი მოქალაქე არ უნდა იყოს დამოკიდებული ამერიკის შეერთებული შტატების 340 მილიონ მოქალაქეზე, რათა 140 მილიონი რუსისგან დაიცვან თავი, რომელთაც 38 მილიონი უკრაინელის დამარცხება არ შეუძლიათ.
კუბილიუსის სიტყვების მიუხედავად ტრამპს მაინც ფეხქვე შეგებოდნენ. ნატოს წევრი სხვა ქვეყნების ლიდერებისგან განსხვავებით, მხოლოდ ტრამპს ერგო პატივის სამეფო რეზიდენციაში გაეთენებინა ღამე. იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ კი ჟურნალისტებს არაადეკვატური სახის გამომეტყველებით და გაფართოებული თვალის გუგებით დაამახსოვრა თავი. რა იყო ამის მიზეზი ძნელი სათქმელია, თუმცა ჰააგისკენ მიმავალმა ტრამპმა ნატოს წევრი ქვეყნები გვარიანად ანერვიულა. როდესაც ნატოს წესდების მეხუთე მუხლის შესახებ, რაც კოლექტიურ თავდაცვას გულისხმობს, ორაზროვანი კომენტარი გააკეთა. გააჩნია ამის განსაზღვრას. მეხუთე პუნქტის უამრავი განმარტება არსებობს. იცით ხომ? მაგრამ მე მსურს მათი მეგობარი ვიყო. ამ განცხადებამ მართლაც დიდი უნებათა ღელვა გამოიწვია. ამიტომაც ჰააგაში ყველაფერი ერთი ადამიანის სურვილების გარშემო წარიმართა და ეს ადამიანი ვლადიმერ ზელენსკი არ იყო. უკრაინის პრეზიდენტმა კი როგორც ჩანს თავისი სკანდალური ამერიკული ვიზიტის შემდეგ, როდესაც მას სხვა უიღბლობასთან ერთად შეუსაბამო ჩაცმულობაზეც მიუთითეს, შესაბამისი დასკვნები გამოიტანა და ჰააგაში პიჯაკის მაგვარი რაღაც მოიცვა. მაგრამ დიდად ვერც ამან უშველა. ტრამპს არც ერთხელ არ უხსენებია რუსეთი თავის სიტყვაში, რაც სამიტის დამთავრების შემდეგ წარმოთქვა. უფრო მეტიც, სამიტის დასრულების შემდეგ მიღებულ კომუნიკეში რუსეთის მიმართ საკმაოდ რბილი ლექსიკა იქნა გამოყენებული. ამის შესახებ ბრიტანული The Telegraph იტყობინებოდა. ნატოს მიერ მიღებულ კომუნიკეში ამოღებული იყო უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაგმობა და რუსეთზე პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნა. ეს ტრამპის პირდაპირი მოთხოვნა იყო, რომ ტექსტში რუსეთის მიერ წარმოებული ომის შეფასება არ მომხდარიყო. თვითონ კომუნიკეტს წინა წლებთან შედარებით საგრძნობლადაა შემცირებული. წინა ვერსიის მოცულობის მხოლოდ 10%-ამდეა დასული და სულ რაღაც 400 სიტყვა შეიცავს. კომუნიკეში უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა უკრაინის, საქართველოს და მოლდოვისთვის მიცემული დაპირება ნატოს წევრობის შესახებ. ტრამპმა რამდენიმე თვის წინ პირდაპირი ტექსტით აღნიშნა, რომ უკრაინას შეუძლია დაივიწყოს ნატოში გაწევრიანება, რადგანაც შეერთებული შტატების პრეზიდენტის აზრით ეს გახდა უკრაინის ომის დაწყების მიზეზი. NATO you can forget about. I think that's probably the reason the whole thing started. დამკვირვებლებმა საფრანგეთის ლიდერის ემანუელ მაკრონის და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის დაძაბული კომუნიკაციაც აღნიშნეს. თურქეთის პრეზიდენტმა მაკრონის სხეულის ენით კიდევ ერთხელ მიუჩინა თავისი ადგილი. ეს უკვე ტრადიციად იქცა. ცოტა ხნის წინ ალბანეთის დედაქალაქში გამართულ შეხვედრაზე, სადაც ევროპელი ლიდერები შეიკრიბნენ, ერდოღანი მაკრონს ასევე დომინანტურად და ცოტა დამცინავად მოეპყრა. სამიც არც წამოწდენების გარეშე არ ჩაუვლია. გერმანიის კანცლერმა მისთვის უნებლიეთ აღნიშნა, რომ რუსეთი არ არის საკმარისად ძლიერი, რომ ნატოს თავს დაესხას. We know that Russia is not strong enough. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი არ არის საკმარისად ძლიერი ნატოზე თავდასასხმელად. თუმცა შესაძლოა ერთ დღეს მათ გატესტონ ჩვენი თავდაცვის უნარიანობა. ჩვენ ერთობლივად დავხარჯავთ ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 3.5% თავდაცვის ხარჯებზე. ეს საკმარისია იმისთვის, რომ აქტიურად შემაკავებელნი ვიყოთ. ჩვენ კიდევ უფრო მეც დავხარჯავთ მომავალში. მთლიანი შიდა პროდუქტის 5% გამოიყოფა თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე. ეს მოხმარდება სამოქალაქო თავდაცვასა და სამხედრო ინფრასტრუქტურას. ჩვენ გვსურს, რომ ბუნდესვერი ევროკავშირში უძლიერესი არმია იყოს. მაშინ რა საჭიროა ევროპის საომარი ბიუჯეტის რეკორდულად გაზრდა და შეიარაღების რბოლაში ჩაბმა. ის რომ ევროპის გადაიარაღების 800 მილიარდ ევროიანი გეგმა და ევროპული ქვეყნების ბიუჯეტებში სამხედრო წარმოებისთვის დანახარჯების გაზრდა, Deep State-ის იგივე გლობალური ომის პარტიის დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო სამრეწველო კომპლექსის უმთავრესი ინტერესია, ეს მერც საჯაროდ აღარ უთქვამს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვას წარმოადგენს თუ არა რუსეთი ევროპისთვის უდიდეს საფრთხეს, ჩვეულ სტილში უპასუხა. ევროპის უდიდესი საფრთხე? კონკურენტუნარიანობის დაკარგვა. ეს არის რეალური საფრთხე. რეალური საფრთხე თავდაცვის საკითხი კი არაა, არამედ ეკონომიკურია. ჩვენი კონკურენტუნარიანობის დაკარგვა გლობალურ ვაჭრობაში. ესაა ჩვენი პრობლემა. ასევე ისიც დაამატა, რომ უკრაინის ნატოში წევრობაზე ყოველთვის უარყოფითი პოზიცია იქნება. NATO has no business in Ukraine. ნატოს სამიტზე ის გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, რაც მოსალოდნელი იყო. არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იმავე გლობალური ომის პარტიის, ანუ Deep State-ის სანატრელი ევროპული მილიტარიზაცია და უკრაინის სულ უფრო უკანა პლანზე გადაწევა. ერთ დროს ყურადღების ცენტრში მყოფი ზელენსკი ახლა უკვე არც თუ ისე სასურველ სტუმრად იქცა ნატოს ყოველწლიურ შეხვედრაზე. არც ერთი სიტყვა უკრაინაში ნატოს გაწევრიანებაზე. უკრაინელების ხვეწნამუდა რა, რომ ტრამპმა მათ სარაკეტო სისტემები პეტრიოტები მაინც მიჰყიდოს. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ერთი რამ უცვლელია. Deep State-ის იგივე გლობალური ომის პარტიის მარიონეტების ფარისევლობა და უკრაინაში ომის გაგრძელების სურვილი.
ფრაუ ფონ დერ ლაიენმა ვლადიმერ ზელენსკის უთხრა, რომ სამომავლოდაც შეგიძლიათ დაგვეყრდნოთ და ჩვენი იმედი გქონდეთო. My dear friend Volodymyr. ჩემო ძვირფასო ვლადიმერ, თქვენ აქ მეგობრებში იმყოფებით. ჩვენ უკრაინას მხარს ვუჭერთ ომის პირველივე დღიდან. მომავალშიც უნდა დაგვეყრდნოთ. ჩვენ განვიხილეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინის მხრიდან თავდაცვის მრეწველობაში ინვესტირება. სამიტის მთავარი გამარჯვებული დონალდ ტრამპი და მის მიერ დაწყებული რეალ პოლიტიკა გამოვიდა, ხოლო მთავარი დამარცხებული უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკია. გლობალური ომის პარტიის მიერ სამაგალითოდ გამოყენებულ უკრაინას არათუ ნატოს წევრობას აღარ პირდებიან, არამედ რუსეთის აგრესორად მოხსენიებასაც ერიდებიან ნატოს კომუნიკეში. უკრაინა გეოპოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე შეწირულ პაიკს ემსგავსება. ზელენსკი დამწუხრებულია, უკრაინას კი სამხედრო მარაგები უთავდება. ნატოს ჰააგის სამიტმა ასევე ყველას დაამახსოვრა თავი გენერალური მდივნის მარკ რუტეს პირფერობით დონალდ ტრამპის მიმართ. მეტსახელი მამიკო, როგორც მან ტრამპს უწოდა, კიდევ დიდხანს დარჩება ამერიკის პრეზიდენტს და იმასაც კარგად ასახავს თუ ვის ეთქმის სიტყვა ნატოში. სწორედ მამიკოს მიმართ სიფრთხილისა და შიშის გამო წელს აღარ გარისკეს ნატოს სხვა ლიდერებმა და ბევრი აღარ ილაპარაკეს უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე. მისი მოთხოვნაც დეკლარაციით დააკმაყოფილეს. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.